მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს მეგობრებო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხართ შესანიშნავად და ეს კითხვა, რითიც დღეს მოვედი, რა კითხვაც უნდა დავუსვათ სამყაროს, არის უნდა გავაგრძელოთ თუ უნდა გავუშვათ. ეს ეხება ურთიერთობის თემებს. ეს შეიძლება იყოს როგორც სასიყვარულო ურთიერთობა, ასევე მეგობრული კავშირები და იმედი მაქვს, რომ ბევრი არ იქნებით, ვინც ამ დილემის წინაშე იმყოფებით, მაგრამ თუ მაინც ხართ, თუ გვისმენთ, მაშინ მოდი ამ სამი ვარიანტიდან აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი. უნდა გავაგრძელოთ თუ უნდა გავუშვათ. ჩაიფიქრეთ ამ სამიდან ერთ-ერთი ვარიანტი, ან თუ ვერ ფიქრობთ და ვერ აარჩიეთ რომელიმე ერთი, მაშინ შეგიძლიათ მთლიან ვიდეოს მოусმინოთ. თუ უკვე ჩაიფიქრეთ, მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი ეს არის ჯოხების ასი. ეს ბარათი არის ბარათი, რომელიც აჩვენებს რაღაც პასუხისმგებლობას. რაღაც პასუხისმგებლობის სიმძიმეს ამ შემთხვევაში და გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ეს ურთიერთობა ერთი ან ორივე მხარისთვის არის უკვე ძალიან დამძიმებული. არის რაღაცა ემოციურად გადატვირთული, რაღაცა დაგროვილი ემოციები, რომელიც ადამიანს ამძიმებს და რომელიც ურთულებს ცხოვრებას. თითქოს როგორ არის იცით, თითქოს ორივე მათგანი ან ერთ-ერთი მხარე მიათრევს ამ ურთიერთობას. საკმაოდ დამძიმდა გაგრძელება აღარ უნდა, თითქოს იმდენად ძალით ხდება ეს ყველაფერი, თითქოს რაღაცა ინტერესი დაიკარგა, თითქოს ერთად ყოფნის ენერგია აღარ არსებობს. ცალსახად პირველი ვარიანტის კარტის მიხედვით უკვე ძალიან დაღლილი ხართ. გაგრძელების ძალა აღარ გაქვთ და ამბობთ, რომ აღარ შემიძლია დავიღალე და მინდა რომ დავასრულო. მათთვის, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, ამოვიდა ჯოხების 2. ეს ბარათი არის არჩევანის და მომავლის დაგეგმვის, ახალი ნაბიჯის და სიახლის ბარათი. ურთიერთობებში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ურთიერთობა ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. თითქოს როგორ არის იცი? თითქოს რაღაცას ელოდები რა. დაპაუზებული გაქვს მდგომარეობა, თითქოს და აკვირდები და ფიქრობ, რომ როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, შემდეგი ნაბიჯი როგორ გადავდგა. თითქოს რაღაცნაირად ემოციურადაც დისტანცირებული ხართ, ან თქვენ, ან მეორე მხარე და როგორ გრძნობთ თავს, იცით? ზუსტად არ იცით, ეს დასრულებულია თუ კვლავ გრძელდება. და მე ასე გეტყვით, რომ ეს ბარათი, რადგანაც ეს ბარათი ისედაც არის არჩევანის ბარათი, ისედაც არის რაღაც ახალი გადაწყვეტილების და მომავლის ბარათი, ეს სხვა ნებისმიერ შემთხვევაში რომ ამოსულიყო, მე ასე ვიტყოდი, რომ ნაბიჯი უნდა გადადგათ. აუცილებლად უნდა ქმედება განახორციელოთ რა, რომ რაღაცა მიმართულება მიიღოს ამ გაურკვევლმა და ემოციურად თითქოს დისტანცირებულმა მდგომარეობამ. შუა გზაზე არ უნდა დარჩეთ რა, შუა მდგომარეობა არ უნდა ირჩიოთ, არც გაშვება და არც დასასრული, ხო? ამიტომ იმისთვის, რომ აზრი გქონდეს რაღაცის გაგრძელებას, უბრალოდ არ შეჩერდეთ, არ იყვანოთ და აუცილებლად ისაუბრეთ, აუცილებლად გარკვიეთ ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ხართ და აუცილებლად მიიღეთ გადაწყვეტილება. ან დაასრულეთ, ან გააგრძელეთ. გადაწყვეტილების ეტაპზე არ დარჩეთ. მაგას გირჩევთ. მესამე ვარიანტს რაც შეეხება ჯოხების 9, სამივე ბარათი რო ჯოხები ამოვიდა. ჯოხების 9
ეს არის აი როგორი ბარათი იცით? აი უკვე რა დაღლილია, ანუ ნახეთ როგორი შეწუხებულია, მაგრამ მაინც რაღაც საკეთებს, ანუ ისე მაინც არ არის რა. ეს არის ძალიან დაღლილი, მაგრამ ადამიანი, რომელსაც კიდევ აქვს რაღაცის ენერგია. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში რაღაცა სირთულეები არსებობს, ნახეთ რა სიტუაცია. ეს ურთიერთობა უკვე დრომ რაღაცა რეალურმა ქმედებებმა, გაჭირვებებმა, ანუ რაღაცებმა, რაც ცხოვრების მანძილზე მოხდა, უკვე გამოცადა. ნახეთ. უკანა ფონს დააკვირდით, ხო? უკვე გამოცადა, დრომ გამოცადა ეს ურთიერთობა და ორივე მათგანი უკვე ამ ურთიერთობაში არის საკმაოდ ფრთხილი, არის თავდაცვით პოზიციაში. აი, როგორი მდგომარეობა იცი, აი ძველი რაღაცები, რო თავს გახსენებს და აი ჭრილობასავით რო იხსნება, რომ გავლენას რომ ახდენს უკვე, აი წარსული აწმყოზე რომ ახდენს გავლენას. ხვდებით? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი არის საკმაოდ დაღლილი, მაინც არც ერთი არ აპირებს დანებებას, იმიტომ რომ ამისთვის მზად არ არიან. ანუ არ ხართ ამისთვის მზად რომ დანებდეთ და ისევ აი ამ ყველაფრის მიუხედავად გაგრძელებას ირჩევთ. საკმაოდ საინტერესო ბარათები ამოვიდა, მე ასე ვიტყოდი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ სამივე ბარათი ძალიან სამწუხაროდ სამივე ბარათი ცოტა ისეთი ამოვიდა, ანუ ერთი რომ დროა დაასრულო და ბარგი დატოვო წარსულში და დღევანდელი გზიდან ახალი ცხოვრება და ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ის რომ ისაუბროთ, გაარკვიოთ სიტუაცია, გაურკვეველი მდგომარეობიდან ნაბიჯი გადადგათ და ქმედება განახორციელოთ, ან დაასრულოთ, ან გააგრძელოთ, ანუ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ აუცილებლად და მესამე ბარათი, ანუ ორივე საკმაოდ დაღლილი, ორივე ძალაგამოცლილი, ორივე ცოტა რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ამ ჭრილობების და ყველაფრის ფონზე ორივე ძალიან მეტგრად გახართ და არ აპირებს დასრულებას. ეს საკმაოდ დასაფასებელია. მართლა. მე ამით დაგემშვიდობებით დღეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გემშვიდობებით გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ მოგწონთ ჩემი გაშლები და მომავალ შეხვედრამდე.